ფაქტი, რომელსაც უყურე ტელევიზორში ციხეში, იყო ესეთი საქმე, ადამიანების სახლიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, კალაშნიკოვები, თავის ტყვიებით, ხელყუმბარები. მე არ ვამტკიცებ თავისთავად მათ ბრალეულობას, ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ დანაშაული ითვალისწინებდა, ანუ საქმე აღძრეს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვაზე და ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე. ჩვენი ბრალი ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე, ანუ ცოტათი ჯობია. მაგრამ ანუ თქვენს ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯობდა სახლში მთელი შეიარაღება მქონოდა, ვიდრე აქციაზე წავსულიყავ. მორალური ამბავი, ანუ ამიტომ სვამ ამ კითხვას, შეეხება პირდაპირ უშუალოდ საქმეს. ამაზე შეუძლიათ რომ კითხვები გამცენ. ორი ამბავია, რის გამოც ანუ წინასწარ პატრიოტობაში უნდათ რომ დაგვტოვონ. ერთი არის რომ ანუ ერთი იყო მიმალო, მეორე რა იყო? ახალი დანაშაული. ხო ეს ჩემ ადვოკატმა თქვა, როცა ანუ აბსურდია, როცა მჯელობთ იყო თუ არა საერთოდ ეს დანაშაული. ანუ მე შეიძლება ვერ ვერკვევი, მაგრამ იურისტმაც თქვა. ანუ ეგ უნდა გამოირიცხოს, არალოგიკურია. მიმალვას რაც შეეხება. მე Facebook პოსტიც მაქვს დაწერილი, რომ 5 რიცხვში დამაკავეს 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე მაქვს დაწერილი, რომ ინფორმაცია მივიღე, რომ ჩემს დაკავებას აპირებდნენ. და მანამდეც ვიცოდი და საიდან ვიცოდი თუ გაინტერესებთ, აი კოდსები რო ერთმანეთს გაყიდიან, მაშინ გაიგებთ. ნახეთ 5 დეკემბერს და 2 დღით ადრე დავწერე კიდევაც, მანამდეც ვიცოდი და მე დამაკავეს როგორ პირობებში ხა მოგიყვებით. სახლში ვიყავი, თერჯოლაში, ჩემს საცხოვრებელ სახლში, დივანზე მეძინა. ახლა მინდა ვკითხო პროკურორებს, ჩემს ადგილზე რო წარმოიდგინოთ თავი, თქვენ რო სადმე მიმალვას აპირებდეთ, მიიმალებოდით თუ არა საკუთარ სახლში დივანზე ჩაძინებულ მდგომარეობაში. ყველაფერი კარგად იქნება, მე არაფერი, თქვენი მადლობელი ვარ ყველასე, მხნეობას გვაძლევთ ყველას თქვენ, ისე როგორც თქვენ იზახით, რომ ჩვენ ვართ თქვენი მხნეობის გარანტი. და ბოლოს მინდა თქვა, რომ როგორც საბჭოთა ცენზურას გაეპარა ცისფერი მთები და უამრავი ფილმი, წიგნი, ისე გაეპარათ ამათ ტიფლისი, სერიალი ტიფლისი. საკუთარი ფულით გადაიღეს თავის თავზე, რას სიმახინჯეებს აკეთებენ. და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს კახა კინძურაშვილი, როგორც ფილმში და საქმის გარემოებთან დაკავშირებით. უბრალოდ არჩილს რაჭირს ეგ ვერ გავიგე. მადლობა, კარგად იყავით.